სანამ დისპეჩერობას დაიწყებ, გეტყვი 5 რამ, რაც უნდა იცოდე დისპეჩინგის შესახებ. პირველი და აუცილებელი არის ინგლისურის ცოდნა სასაუბრო დონეზე, იმიტომ რომ ყოველდღე გიწევს ბროკერებთან საუბარი ამერიკაში. ასევე შეიძლება გყავდეს ინგლისურენოვანი მძღოლები, რომლებსაც უნდა გაუგოთ, გააგებინოთ, ტვირთი ჩაუგდოთ და აუხსნათ სად არის აღება, პიკაპ ნომერი სად არის და ასე შემდეგ. პირველი და აუცილებელი არის ინგლისური ენის ცოდნა. მეორე არის მოთმინება. ნერვები უნდა გქონდეს მშვიდ მდგომარეობაში, რადგან ყოველდღე მოგიწევს მძღოლებთან და ბროკერებთან კამათი. მძღოლებთან იმიტომ რომ ფასი არ მოწონთ, ან ჩატანის დრო არ მოწონთ, ხოლო ბროკერებთან კი ჭხუბი და კამათი, იმიტომ რომ რაღაც მოგატყუათ, ან არასწორი მისამართი მოგცათ და ასე შემდეგ. მეორე არის მოთმინება, უნდა გქონდეთ მეგობრებო. მესამე არის სტრესული სიტუაციიდან თავის დაძვრენა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ტვირთი დაგიკენსელდეთ ბოლო წუთზე, მაგრამ ამ ყველაფერმა არ უნდა შეგაშინოთ, იმიტომ რომ მალევე უნდა დააქავეროთ ეს ტვირთი, იმიტომ რომ ყველა კარგი ტვირთი გადის დილით 8-დან 12 საათამდე სადღაც, ამერიკული დროით, ხოლო ჩვენი დროით 4-დან 8-მდე და თუ ამაზე გვიან დაგიკენსელდა ტვირთი, აუცილებელია რომ ეგრევე გადააქავერო ტვირთი, იმიტომ რომ აღარ დევს კარგი ტვირთები, ან დასარეკავერებელი ტვირთი თუ ჩავარდა, მაშინ ჯეკპოტი დაგეცათ საერთოდ, იმიტომ რომ ვიღაცამ გამაზა წინა ტვირთი და ეხლა თქვენ უნდა მიხვიდეთ კაი მანქანით, რომ დაგტვირთონ და კაი ფასადაც მოგცემენ, იმიტომ რომ აუცილებლად დღეს წასაღებია და დაკენსელებული ტვირთია. მესამე არის სტრესული სიტუაციებიდან თავის დაძვრენა. მეოთხე არის მოლაპარაკების უნარი ბროკერთან. ბროკერებს ყოველთვის შეუძლიათ ტვირთი გაატარონ იაფასიან კერიერებს, როგორებიც არიან ინდოელები, მექსიკელები და ძირითადად სამხრეთ ამერიკელები, ვინც იქ ცხოვრობენ იმავე შტატებში, მიაქვთ ძირითადად დაბალფასებად, რასაც ბროკერები ხშირად გვეუბნებიან, რომ რატომ მოგცეთ თქვენ ძვირფასად, როცა შემიძლია მათ გავატანო იაფასად და ბევრი მირეკავს უკვე 10 ქონი მყავს ხაზზე. თუმცა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ სერვისს და ვეუბნებით, რომ მძღოლი გამოცდილია, MC კარგი გვაქვს, ჩავიტანთ თავის დროზე, ჩვენ კომპანიას საკმაო გამოცდილება აქვს, ადრეც გვიმუშავია და ასე შემდეგ. მეოთხე და ერთ-ერთი აუცილებელი რამ არის ბროკერთან მოლაპარაკების ცოდნა, მეგობრებო. მეხუთე არის multitasking-ი. შეიძლება რაც ზევით ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად დაგემართოთ ყველა მანქანაზე, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ, უნდა მიყვეთ თანმიმდევრულად და მოაგოროთ ეს საკითხები, რადგან თქვენი მოსაგვარებელია ეს ყველაფერი და თავარია მიყვეთ ნელ-ნელა, ელაპარაკოთ ბროკერებს, ელაპარაკოთ შიპერებს, ელაპარაკოთ რისივერებს და მოაგოროთ ეს ყველა პრობლემა. მეხუთე და ყველაზე მთავარი არის multitasking. ხოლო ამ ყველაფერს მე გასწავლით ჩემს კურსში. სულ რაღაც 3 ადგილია დარჩენილი ჩემს პირველ კურსში. რაღაც ელოდებით დაპლიუსდით კომენტარებში, პირველი 3 კომენტარის ავტორს ჩავსვავ ჩემ ჯგუფში და ჯგუფი შედგა, მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის, გამომიწერეთ, დამილაიქეთ ვიდეო და მომდევნო შეხვედრამდე, მეგობრებო.